კიდევ ერთხელ მოგესალმებით, პოზიტივის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს თქვენთვის მუშაობას, ახალ ამბებს ლევან წუწუნავა გაგაცნობთ. პრემიერ-მინისტრი დღეს ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ირაკლი კობახიძე ფორუმის გახსნით სესიას დაესწრება. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა ლიდერთა თემატურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს. მთავრობის მეთაური ანტალიაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე. პრემიერ-მინისტრს საშუალება ექნება სიტყვით გამოვიდეს ლიდერთა პანელზე, ასევე იქნება პანელური დისკუსიები, დელეგაცია დაესწრება გახსნის სესიას, ასევე იქნება ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის პრეზიდენტ ერდოღანთან გაიმართება ორმხრივი შეხვედრა. ფორუმის მიზანი არის, რომ ქვეყნება მაქსიმალურად ითანამშრომლონ იმ გლობალური გამოწვევების დასაძლევად, რომელიც დღეს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში გვაქვს სახელი. უკვე მესამე დღეა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თურქეთის რესპუბლიკაში მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ჩვენი ქვეყნის პირველი კანონმდებელი სიტყვით გამოვიდა საპარლამენტთაშორისო კავშირის 152 ასამბლეაზე, სადაც სუვერენიტეტისა და მშვიდობის დაცვის მნიშვნელობაზე, ასევე გარეჩარევების პრევენციის აუცილებლობაზე ისაუბრა. რა შეხვედრებს გამართავს დღეს ქართული მხარე თურქეთში? სალომე გობრონიძე გვერდდება სტამბოლიდან პირდაპირ ეთერში. სალომე, გისმით. ახსულ რამდენიმე წუთში დაიწყება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა პირისპირ ფორმატში მასპინძელი ქვეყნის თურქეთის დიდი ეროვნული კრების ხელმძღვანელთან და ბუნებრივია ორი მეზობელი, მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეებს ბევრი აქვს სასაუბრო ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავების, მათ შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მიმართულებით და ბუნებრივია შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების ფონზე ყურადღება გამახვილდება მშვიდობის მნიშვნელობაზე. როგორც აღნიშნა ჩალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკვე მესამე დღეა მსოფლიოს საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 152 სესიაში მონაწილეობს, რომელსაც სტამბოლი მასპინძლობს და რომელშიც მონაწილეობას იღებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან პარლამენტის თავმჯდომარეები და საპარლამენტო დელეგაციები. ამ ყველაზე მასშტაბურ საპარლამენტო პლატფორმას კი სესიაში მონაწილეობისა და დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხებზე მსჯელობის პარალელურად ქართული მხარე იყენებს სწორედ ორმხრივი შეხვედრებისთვის. შალვა პაპუაშვილმა ამ დღეების განმავლობაში 10-მდე შეხვედრა გამართა როგორც მეზობელი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან, ასევე კოლეგებთან ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან. როგორც დელეგაციის, საპარლამენტო დელეგაციის წევრები ამბობენ, ამ პლატფორმას ქართული მხარე მაქსიმალურად იყენებს ყველა იმ საკითხზე სასაუბროდ, რომელიც ქართული ხალხისა და ქვეყნისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. დღეს მშვიდობას მართლაც მაღალი ფასი დაედო მსოფლიოში. რთულია ჩვენს რეგიონში ვითარება, რადგან ჩვენი საზღვრების როგორც ჩრდილოეთით, ასევე სამხრეთით მიმდინარეობს ომები. ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რა თქმა უნდა, დაიწყება სწორედ ამ თემაზე საუბრით. ჩვენ ისევე როგორც თურქეთი ვართ ამ საკმაოდ რთულ რეგიონში, შესაბამისად ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტულია, რომ როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე შავი ზღვის რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. საპარლამენტო ასამბლეა იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზნები. ყველა ორმხრივ შეხვედრაზე ერთმნიშვნელოვნად ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას, როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში და ასევე ხაზი გაესვა იმ მზარდ ტენდენციას, რასაც ჩვენ გარეჩარევებს უწოდებთ. ვფიქრობთ, რომ ის სამომავლო არქიტექტურა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების სწორედ თითოეული სახელმწიფოს სუვერენულ დამოუკიდებელ ინტერესებზე იქნება აგებული. ყველაზე მასშტაბურ საპარლამენტო პლატფორმას შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იყენებს, მათ შორის საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებითაც, რადგან ეს პლატფორმა არის კარგი შესაძლებლობა, რომ ქართული მხარე ესაუბროს ისეთ ქვეყნებს და ისეთი ქვეყნების დელეგაციებს, რომლებიც გეოგრაფიულად დაშორებულები არიან ჩვენგან. ასევე გეტყვით, რომ გასულ დღეს შალვა პაპუაშვილი ყველაზე მასშტაბურ საპარლამენტო პლატფორმაზე სიტყვით წარსდგა და მკაფიო იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
ის გზავნილები, რომელსაც ადგილზე დარბაზშია 157 ქვეყნიდან, 76 პარლამენტის თავმჯდომარე და 800-ზე მეტი კანონმდებელი ისმენდა. უმაღლესი საპარლამენტო ტრიბუნიდან შავა პაპუაშვილმა დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად საგარეო ჩარევა დაასახელა და ისაუბრა ქართული სახელმწიფოს პოზიციებზე, როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის, ასევე სამშვიდობო პოლიტიკის კუთხით. მადლობა სალომე გოგრონიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ნიუ-იორკში გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესია დასრულდა. 3 დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ სესიის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციის პროცესზე. ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა გამართა მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის გაეროს გენერალური მდივნის მოადგილებთან. აუდიენციებზე გაეროსთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მიმდინარე რეფორმებზე, ციფრული მმართველობის განვითარებასა და იმ ინოვაციურ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც საქართველოში საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს, საჯარო ადმინისტრირების, სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირების მიმართულებით და ხაზი გაესვა იმას, რომ ჩვენი მიერ განხორციელებული რეფორმები აღიარებას პოვებს საერთაშორისო ასპარეზზე, აღიარებულია საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ასევე წარმოადგენს კარგ მაგალითს იმისა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს რეფორმები. საუბარი იყო იმაზეც, რომ საქართველოს შეუძლია გაუზიაროს თავისი გამოცდილება პარტნიორ ქვეყნებს. მიმდინარე წლის 23-25 ივნისს თბილისი მასპინძლობს გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს და თავისთავად ეს ფაქტი არის ძალიან დიდი აღიარება გაეროს მხრიდან, პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების მიმართულებით. ამ 3 დღის განმავლობაში თბილისი შეიძლება ითქვას, რომ იქნება მსოფლიოს ცენტრი საჯარო სერვისების მიმართულებით. ჩვენ ველოდებით 500-მდე დელეგატს, წარმომადგენელს, ესენი იქნებიან როგორც მაღალი დონის მონაწილეები, ასევე დარგის ექსპერტები. შესაძლებლობა გქონდა გაეროში აკრედიტებული დიპლომატებისა და დარგის ექსპერტებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია თბილისში დაგეგმილი გაეროს საჯარო სერვისების ფორუმის შესახებ. მკაფიოდ დავინახეთ ინტერესი და მზაობა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ ფორუმში და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული ფორუმი იქნება სწორედ ის პლატფორმა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას სხვადასხვა ქვეყნებს გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება. გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიის ფარგლებში იუსტიციის სახლის თავმჯდომარე მოხსენებით წარდგა. გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა თანამედროვე საჯარო ადმინისტრირებაში ციფრული კომპეტენციების გაძლიერებაზე, ინოვაციური სერვისების განვითარებასა და მოქალაქეზე ორიენტირებული პოლიტიკის მნიშვნელობაზე. ხაზი გაისვა, რომ იუსტიციის სახლი, როგორც რეგიონში სერვისის მიმწოდებელი უმსხვილესი ინსტიტუცია, მუდმივი განვითარებისა და თანამედროვე მიდგომების გამოყენებით უზრუნველყოფს სწრაფ ხელმისაწვდომ და მაღალი ხარისხის მომსახურებას და ამავდროულად აქტიურად ნერგავს ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. ჩემთვის დიდი პატივია წარმოგიდგინოთ იუსტიციის სახლი, ინსტიტუტი, რომელიც ასახავს საქართველოს ერთგულებას ძლიერი მმართველობის, ინოვაციებისა და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო მომსახურების მიმართ ის სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი უმსხვილესი დაწესებულებაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. გლობალური განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად იუსტიციის სახლი მტკიცედ უჭერს მხარს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების პრინციპებს. ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ ჩვენს საქმიანობას საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მკაცრი დაცვით. ინსტიტუტი აქტიურად მუშაობს შემდგომ ციფრულ განვითარებაზე, სერვისებში ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიზებული გადაწყვეტების დანერგვის გზით. იუსტიციის სახლი ის მტკიცე ხიდია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მოქალაქეებს, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და ბიზნესს და ქმნის მომსახურების მიწოდების უფრო კოორდინირებულ და ეფექტიან სისტემას. ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს და გაეროს განვითარების პროგრამის ევროპისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამების განვითარების ხელშეწყობას და ამ მიმართულებით პარტნიორობას. ხაზი გაისვა გაეროს საჯარო სერვისების ფორუმის მნიშვნელობას, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში გაიმართება.
განვიხილეთ ის რეფორმები, რომელიც უმაღლესი და ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარეობს. ასევე შევეხეთ იმ ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც რამდენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრსა და გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შორის გაფორმდა, რომელიც 2030 წლამდე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სექტორის მიმართულებით თანამშრომლობას მოიცავს. დავსახეთ ის მიზნები, რომლითაც ამ ჩარჩო ხელშეკრულების ფორმატში განსახორციელებელი მოქმედებები და პროექტები პირდაპირ ბმაში უნდა იყოს იმ რეფორმებთან, რომელიც მიმდინარე არის და მნიშვნელოვანი არის. პარლამენტის განათლების კომიტეტზე უმაღლესი განათლებისა და ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონებში შესატან ცვლილებებზე პირველი მოსვენით იმსჯელებენ. ცვლილებათა პაკეტს მინისტრის მოადგილე წარადგენს. კანონპროექტების თანახმად უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების აღიარება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ნაცვლად ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების კომპეტენციაში გადადის. ამასთან სახელმწიფოს მიერ აღიარებული იქნება 2010 წლის 1 სექტემბრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ყველა დიპლომი ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად. ეს ცვლილებები, რაც არის, პირველ რიგში ემსახურება სტუდენტების საუკეთესო ინტერესს, ერთის მხრივ რომ მათ გაუმარტივდეთ პროცესები, მაგრამ ასევე იყოს ხარისხი უზრუნველყოფილი და ამ ხარისხთან ერთად სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს იმ გაცემულ დიპლომებზე, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებისგან იქნება შესაბამისად ხარისხი, იქნება უზრუნველყოფილი, ამაღლებული და ამასთან ერთად სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, რომ ძალიან დროულად მოხდეს მისი ინტეგრირება შრომის ბაზარზე. ქართული მხარე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოსთან დაკავშირებით ინფორმაციის განახლებას ისევ უშედეგოდ ელოდება. ოფიციალური ბერლინის განმარტება თითქოს მონაცემები ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ ახლდება, მმართველი გუნდისთვის მიუღებელია იმ ფონზე, რომ საიტზე სხვა მონაცემები ჩვეულ რეჟიმში იცვლება. როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ, თუ უახლოეს პერიოდში საქართველოს ოფიციალურ პირებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ განახლდება, დადასტურდება, რომ გერმანია საქართველოში რადიკალიზმსა და ექსტრემიზმს ახალისებს. შეგახსენებთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ამ დრომდე საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილია მითითებული. განახლებულია სხვა ტიპის ინფორმაცია, მათ შორის საქართველოზე, ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ უკვე პრინციპში ეჭვი აღარ გვეპარება, რომ აქ არაფერი შუაში ტექნიკური ინფორმაცია, ტექნიკური პრობლემა არ არსებობს. მეც გქონდა დიახ შესაძლებლობა, რომ გერმანული მხარისთვისაც მე თქვა კიდევ ერთხელ გამესვა ხაზი ამ საკითხზე, გამოთქვი იმედი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, უახლოეს დღეებში, კვირებში ეს ინფორმაცია შეიცვლება. სხვა შემთხვევაში კიდევ უფრო გვიმყარდება ეჭვი, რომ ეს არ არის უბრალოდ ტექნიკური ხარვეზი, ეს არის შეგნებულად გაკეთებული ეს ტიპის ქმედება, ამ ტიპის ქმედება, რომ წაახალისონ რადიკალიზაცია და ექსტრემიზმი საქართველოში. ასეთი მოქმედებით ხა ოფიციალურ ვებგვერდზე სახელი და გვარს დაწერ თუ არა, ბუნებრივია ვერაფრით დააკნინებ ჩვენი ქვეყნის ღირსებას, მაგრამ ეს სუდაც წარმოაჩენს მათ თავად, ხო? როდესაც სახელმწიფოში, რომელშიც ელჩი ყავს, ვერ ახერხებ იმას, ამ სახელმწიფოსთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია განათავსო შენს ოფიციალურ ვებგვერდზე. როდესაც ჩვენ ვხედავთ გერმანიის ელჩის უხეშ ჩარევებს შიდა პოლიტიკაში, ყველაფერი ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ ეს არ არის ტექნიკური ხარვეზი, ეს არის პოლიტიკური განაცხადი. მაშინ, როდესაც შენ წარმოადგენ გერმანიას, წარმოადგენ ევროპის მმართველობის ერთ-ერთ მთავარ სვეტს, პასუხისმგებლობა უნდა აიღო, რომ პირველ რიგში არ ჩაერიო შიდა სუვერენულ საქმეებში, პატივისცე ელემენტარული სუვერენულ სახელმწიფოს და ფაქტობრივი ინფორმაცია ასახო საკუთარ საგარეო ვებ პლატფორმაზე. რევოლუციის ახალი სცენარი ამჯერად პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრიდან ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით არეულობის გეგმის ავტორმა ცენტრის ერთ-ერთმა ლიდერმა იგორ ბლაჟევიჩმა ოპოზიციას უკვე 10-მდე ტრენინგი ჩაუტარა. საკითხზე შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რადიკალური ძალები ქართველი ხალხის ნებას კვლავ უგულებელყოფენ და ხელისუფლებაში მოსვლას უცხოეთიდან დაწერილი დესტრუქციული სცენარით ცდილობენ. ქართული ოცნება რადიკალიზმის ყველა მსურველს აფრთხილებს, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს სახელმწიფო სრული სიმკაცრით უპასუხებს. საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას აწარმოებს.
ჩვენ გვახსოვს ხუთი მცდელობა საქართველოში ბოლო წლებში რევოლუციების. როდესაც კიდევ ტრეინინგებზე არის საუბარი, ბუნებრივია ეს ყურადსაღები ინფორმაცია არის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაც ნიშანდობლივია, როდესაც ამბობს, რომ მას ეს ინფორმაციები აქვს და შესაბამისი სამართლებრივი მოქმედებები ამასთან დაკავშირებით არის დაწყებული. მე არავის ვურჩევ, რომ იფიქროს საქართველოში რევოლუციური გზებით ხელისუფლების ცვლილებაზე. იცვლებიან ტრენერები, იცვლებიან ზოგჯერ ამ ტრენინგის მონაწილეები, მაგრამ სცენარი რჩება ერთი და იგივე, რომ ქვეყანა ამოაყირაონ რევოლუციური სცენარებით. კიდევ ერთხელ მათ სათანადო დასკვნები როგორც ჩანს ვერ გამოიტანეს და ყველა შემთხვევაში, როდესაც მათ დასკვნები ვერ გამოქონდა თავიანთი წინა ქმედებებიდან, ისინი ცხვირს წაიტეხავდნენ ხოლმე პოლიტიკურად. ასე იქნება ახლაც დღეს საზოგადოებაში რევოლუციების სცენარი და დაკვეთა არ არსებობს. ყველა ვინც პირიქით ამ სცენარის განხორციელება შეეცდება, ყველა მიიღებს შესაბამის პასუხს კანონის ძალითაც და მოსახლეობის მხრიდან. მაშინ, როდესაც ეს ტრენინგები საკუთარი მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, ვერასოდეს ვერ ექნება ვერც ერთ მსგავს ტრენინგს წარმატება. რევოლუციური ტრენერების ნაცვლად, რომ ისინი დავალებებს, რეკომენდაციებს უნდა იღებდნენ ქართველი ხალხისაგან, სამწუხაროდ ოპოზიცია ვერ აცნობიერებს და სწორედ ამიტომ აქვთ მათ განაჩენი მოსახლეობის მხრიდან ის რეიტინგი, რაც მათ გააჩნიათ. აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე ეკონომიკის სამინისტრო ვრცელ განმარტებას აკეთებს. უწყება ხაზგასმით აცხადებს, რომ არ არსებობს იმის წინაპირობა, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე მოახდინოს გავლენა. ცვლილება ემსახურება ობსერვატორიის მიზნებს, ისევე როგორც ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას, რაც მსოფლიო ტურისტულ რუკაზე აბასთუმნის პოზიციონირებას გააძლიერებს, აღნიშნულია განცხადებაში. კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად სოფელ ნინიგორში გზის რეაბილიტაციას ადგილზე გაიცნო. სოფელში გზის 490 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე ასფალტის ახალი საფარი იგება, წესრიგდება სანაიღური არხები. პროექტი ლითონის ცხაურებისა და საკარმიდამო ნაკვეთებში შესასვლელების მოწყობასაც ითვალისწინებს. საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. დღევანდელი პროექტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტს, რაც თავის თავში გულისხმობს თანაბარ განვითარებას საქალაქო და სასოფლო დასახლების. შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები კახეთის რეგიონში და ძირითადი ყურადღება გამახვილებული იქნება პირველ რიგში საბაზრო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე. სოფელ ნინიგორში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი ღირებულება თითქმის 250.000 თავს შეადგენს. პარალელურად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა ლოკაციებზე, სხვადასხვა სოფლებში მიმდინარეობს ასეთ ტიპის სამუშაოები და 2026 წელს მუნიციპალიტეტს აქვს მასშტაბური გეგმები დაახლოებით 14 მილიონი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე. წლების მანძილზე ასფალტი არ გქონდა, იყო გუბეები, იყო ტალახი. ძალიან გვიჭირდა მოძრაობა, გადაადგილება, ბავშვების გადაყვანა სკოლაში. მოხუცები ვერ დადიოდნენ ვერსად და ძალიან რთული იყო გადაადგილება. იყო ტალახი ძალიან დიდი და ეხლა იგება გზა, ძალიან კმაყოფილები ვართ, ძალიან გვიხარია. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი მოადგილესთან და სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ერთად სოფელ ივლიტაში ხიდების მშენებლობის პროცესს გაიცნო. პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივებს ორი ახალი ხიდით სარგებლობა შეეძლებათ. ერთ ხიდზე სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. მოეწყო 18 მეტრის სიგრძისა და 7 მეტრის სიგანის მონოლითური რკინა-ბეტონის ხიდი. ასევე აქტიურად მიმდინარეობს კიდევ ერთი ხიდის რეაბილიტაცია, რომლის სიგრძე 14 მეტრი, სიგანე კი 7 მეტრია. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტში, ამჯერად გავეცანი სოფელ ივლიტაში მიმდინარე ხიდების არეაბილიტაციო სამუშაოებს. ორივე ხიდი ამ სოფელში მდებარე იყო ძალიან დაზიანებული და ცუდ მდგომარეობაში. სამუშაოები 2025 წელს დაიწყო და სულ რამდენიმე თვეში დასრულდება. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა შეძლებს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილებას. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ამჟამად მოვინახულეთ სოფელ ივლიტაში ორი ხიდის მშენებლობა. ერთი ხიდი ამ პროექტის ფარგლებში დასრულდა სოფელ ივლიტაში და აღნიშნული პროექტები დაფინანსებულია სტიქიის ფონდიდან. აღნიშნული პროექტების განხორციელება ხელშეუწყობს მოსახლეობის გადაადგილებას და კომუნიკაციას სხვა სოფლებთან და ასევე უფრო გამარტივდება დაკავშირება ქალაქ ახალციხესთან.
საქართველოს მელიორაციის თანამშრომლებმა ენერგეტიკისა და მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სასწავლო ცენტრში საირიგაციო წყლის მიწოდების რეგულირების საკითხებზე გადამზადება გაიარეს. ტრენინგები საირიგაციო წყლის მიწოდების წესებს, დეფიციტების მართვას, ახალ სატარიფო პოლიტიკასა და სუბსიდიის მოდელებს შეეხო. საქართველოს მელიორაციის თანამშრომლებმა ინფორმაცია მიიღეს მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების შესახებაც, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომსახურების გამჭვირვალობას, მომხმარებელთა ინტერესებსა და კომპანიის ვალდებულებებს შორის ბალანსის დაცვას, ასევე პროცესების პროგნოზირებადობასა და ეფექტიან მართვას. პროგრამა მოიცავდა პრაქტიკულ ნაწილსაც. ადამიანური რესურსების მართვა და კვალიფიციური კადრების არსებობა საქართველოს მელიორაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ სემეკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს საშუალო რგოლის მენეჯერების გადამზადება. როგორც ცნობილია, კომპანია იმყოფება სემეკის რეგულირების ქვეშ და შესაბამისად მათ მიერ შემუშავებული წესების და შესაბამისი წესდების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. მელიორაციის კომპანიის თანამშრომლებს გავაცანით რეგულირების პრინციპები, იყო განხილული თითოეული შემთხვევა სხვადასხვა ასე ვთქვათ გამოწვევებთან მიმართებაში და მაქსიმალურად გავეცით პასუხები თითოეულ შემთხვევასთან მიმართებაში მარეგულირებელი აქტები თუ რა ქცევას ითვალისწინებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სამცხე ჯავახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად ბორჯომში აფხაზეთის 22-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. გიორგი ჯინჭარაძე სასწავლო პროცესსა და არსებულ საჭიროებებს გაეცნო. მიმოიხილეს სამომავლოდ დაგეგმილი ნაბიჯები, რომლებიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასწავლო გარემოს შექმნაზეა ორიენტირებული. ვეწვევთ აფხაზეთის 22-ე სკოლას, რომელიც მდებარეობს ბორჯომში, გავეცანით ინფრასტრუქტურას, შევხვდით პედაგოგებს, ბავშვებს, მოსწავლეებს, მიულოცეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, გადავეცით საჩუქრები და განვიხილეთ ის პროექტები, რომელსაც სამომავლოდ აფხაზეთის მთავრობა განახორციელებს იმისთვის, რომ ჩვენს მოსწავლეებს ჰქონდეთ ღირსეული პირობები სწავლისთვის და განათლების მიღებისთვის. შევხვდით სკოლის მოსწავლეებს, სკოლის მასწავლებლებს, მათთან ერთად განვიხილეთ არსებული გამოწვევები, გავეცანით არსებულ საჭიროებებს და ვიმსჯელეთ სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე. სურათ გვყავდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები. საუბრეთ ეხლადელ პრობლემებზე, მომავალზე და იმედი მაქვს, რომ კვლავ გვეწვევიან. რუსთავის მერია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო განმავითარებელი ცენტრის ახალი შენობის პროექტზე მუშაობს. პროექტის დეტალები და მუნიციპალიტეტის მიერ ამ მიმართულებით დაგეგმილი სერვისები რუსთავის მერიაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. ამ ეტაპზე რუსთავის მერია სხვა პროგრამებთან ერთად აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებისთვის თერაპიის სეანსებს, ფინანსებს, პარალელურად ხორციელდება შშმ პირთა მედიკამენტებით დახმარების რეაბილიტაციის, საკურორტო ვაუჩერის დაფინანსებისა და მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის პროგრამები. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ეტაპობრივად გავაუმჯობესეთ ის სერვისები, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. დღეს ვქონდა მშობლებთან შეხვედრა და ძალიან ხშირად გვაქვს საუბრები იმ სერვისებზე, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს. დღეს ვისაუბრეთ რამდენიმე ახალ საკითხზე, რომელსაც სამსახური უახლოეს პერიოდში შესწავლის შემდეგ წარმოადგენს პოზიციას და ასევე ვისაუბრეთ ახალი ცენტრის მშენებლობაზე, რომელსაც რუსთავის მერია გეგმავს. ძალიან საინტერესო იყო ნამდვილად მივესალმები ყველა წამოწყებას, უამრავი სიახლეები გავიგეთ, უამრავი რამ იგეგმება. ასეთი იყო ახალი ამბები, პოზიტივის საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას ზუსტად 13 საათზე გააგრძელებს.